გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. ლევან სანიკიძემ დიდი ამ სიტყვის პირდაპირ გაგებით გუბას სანიკიძის შვილმა გვახარა, რომ 4 ოქტომბერს აქციაზე პირდაპირ მოვითხოვთ ხელისუფლების წასვლას, გადადგომას და ასე შემდეგ. საინტერესოა, ასე შემდეგში რა იგულისხმა პატარა სანიკიშკამ. დიახ, ბიჭმა იცის, რომ აი 4 ოქტომბერს აქციაზე როდესაც ის ყოველი მიკიბულის გარეშე პირდაპირ მოითხოვს ხელისუფლების წასვლას, გადადგომას, ხელისუფლებაც მორჩილად წავა, გადადგება და ასე შემდეგ. სიტყვები არ ყოფნის, რომ აუხსნა ის პროცესი, რაც ნაცებს აქვთ ჩაფიქრებული. აი სრულიად არ მესმის, რის იმედი აქვთ. მათ ტაქტიკა, სტრატეგიაზე ხომ საერთოდ არაფერს ვიტყვი. არ ვიტყვი, რადგან იმდენად უცნაური, იმდენად აბსურდული, იმდენად ბრიყული ტაქტიკა აირჩიეს, რომ არ ვიცი, რომელიმე შორეული ქვეყნის მოქალაქე რომ ყოფილიყავი და არ ვიცოდე თუ რა ხდება აქ საქართველოს რეალობაში, ნაცების ამ სიტყვებს რომ მოვისმენდი, 4 ოქტომბერი, რევოლუცია, ხელისუფლების გადაბარება, ჩელიაბინსკი და ასე შემდეგ, ვიფიქრებდი, რომ ყველაფერი ეს წინასწარაა ხელისუფლებასთან შეთანხმებული, რომ მანამდე უკვე ტარდებოდა კონსულტაციები და ხელისუფლებამ ალბათ თვითონ შესთავაზა სანიკიძეების მაგვარ ლევანებს, მოდი 4-ში გადაიბარეთ ჩემგან ძალაუფლება, რადგან დავიხალეთ და წასვლა მინდაო. სრული სერიოზულობით ვამბობ, მეგობრებო, ის რაც ხდება არის შიზოფრენიის დღესასწაული. წლიდან წლამდე ესენი უფრო და უფრო დეგრადირდებიან. რატომ დეგრადირდებიან? გასაგებია. მე-13 წელი აგებენ და პერმანენტული წაგება ეთყობა ფსიქიკას ნებს. თანაც თუ შენიშნეთ, ადრე ქემაინც ცდილობდნენ აეხსნათ, თუ რატომ, როგორ უნდა მოეგოთ ოცნებისთვის. სრულ სისულელეს ამბობდნენ, მაგრამ ამბობდნენ მაინც. ახლა კი ამაზე არც დროს ხარჯავენ, არც ნერვებსა და არც ფულს. მხოლოდ და მხოლოდ ამბობენ 4-ში უნდა გადავიბაროთ ხელისუფლებაო. ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან გამომდინარე მაქვს უკვე იმის პრეტენზია, რომ მოვლენათა უმრავლესობას რაიმე ახსნა მოუძებნო, გავიგო, ასე ვთქვათ, ესა თუ ის ამბავი რატომ და როგორ ხდება. მაგრამ იმის მტკიცებას არ დავიწყებ, რომ ყველაფერი რაც ირგვლივ ჩემს დედამიწაზე ხდება, მესმის. მაგალითად არ მესმის, რატომ უნდა აერჩიო ომი, როდესაც მშვიდობა გაცილებით უფრო მშვენიერი და უსაფრთხო რამაა. ასევე დღესაც ვერ ხვდები ზღარბები როგორ მრავლდებიან, ხო და იმასაც ვერ პოულობ ახსნას, რასაც ნაცები აკეთებენ. ერთი საბაბიც არ მაქვს ვთქვა, რომ აი 4-ში ნაცებს ამისა და ამის იმედი აქვთ. ერთადერთი ფანტაზიის დონეზე შეიძლება მოხდეს ის, რომ 4-ში ცისფერი ვერტფრენით მოფრინდეს ჯადოქარი, ნაცებს 500 კილო ესკიმო აჩუქოს, მერე ჩასვას ოცნება და მთელი მისი ამომრჩეველი კაბინაში და წაიყვანოს დიდი ხნის ნანატრ რუსეთში, პირდაპირ ჩელიაბინსკში. ნუ რატომ მაინც და მაინც ჩელიაბინსკში? აბა ოცნება მეტის ღირსი არაა. ეგდოს ჩელიაბინსკში და სტაციონარული წყაროების გამონაბოლქვი ისუნთქოს. დიახ, ნაცების აზრით ოცნება და მისი ამომრჩეველი იმის ღირსიც არ არის, რომ სადმე კულტურულ ქალაქში გადასახლდნენ. მაგალითად სანქტ-პეტერბურგში, ეგრეთ წოდებულ ჩრდილოეთ პალმირაში. არა და არა, მხოლოდ ჩელიაბინსკში. მოკლედ, ნაცებმა იციან რაღაც ისეთი, რაც ჩვენ არ ვიცით, რაც ჩვენს ლოგიკას არ ესმის, რაც ჩვენთვის მიუწვდომელია იმთავითო, აპრიორში. სულ მაინტერესებს, ნაცებს რა გონიათ 4 ოქტომბერს, დიდი ხნის წინ გამოცხადებული რევოლუციის დროს, ჩვენ 1,200,000 ადამიანი პლუს ჯარი, პლუს შინაგან საქმეთა მუშაკები მშვიდად ვიდგებით და შევხედავთ, თუ როგორ იღებენ ნაცები ბანკებს, პოსტასა და ტელეგრაფს. აი ეს საკითხი მაინტერესებს ძალიან. რატომაც ფიქრობენ, რომ ჩვენ ალბათ რაღაცის შეგვეშინდება, რომ ჩვენ ძალდაღონე არ გაგვაჩნია და მეცას გეტყვის, რომ ჩვენ ძალიან ღრმად გულში დიდი ხანია ველოდებით მათ დაბრუნებას და ამ ამბავს სიხარულით შევხვდებით. ალბათ ასე გონიათ და ასე თუ არ გონიათ, მაშინ რა გონიათ? რომელიმე ჩვენგანი, ვინც 13 წლის წინ ზეიმობდა ნაცების კონცლაგერის დანგრევას, რადაც მათ მთელი ქვეყანა გადააქცეს, ვითომ კვლავ ნატრობს იმ ლაგერის აგებას და
გარწმუნებთ, ღმერთმა დაგვიფაროს და ნაცები რომ მოუბრუნდნენ. ამჯერად ისეთი სისხლიანი ლაგერი აშენდება, აუშვიც, ანუ ოსვენციმს შეშურდება და მის დაანგრევას ვეღარავინ შეძლებდა. მით უმეტეს რომ თიხის ფეხებზე მდგარი კოლოსი ევროკავშირი ამჯერზე ნაცებს ყველაფერს მოუწოვებს და შეიძლება წაახალისოს კიდეც. შორს წასვლა რად გვინდა? ხომ ნახეთ რა ზარზეიმით ხვდებიან ევროპაში სირიის ახლანდელ კანიბალ ლიდერს. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.